ქართული სიმღერის კონკურს ფესტივალის სხვა საქართველოს სადარის რეგიონული ტური 9 წყაროს თეატრონზე გაიმართა. დასკვნით ტურამდე შესარჩევი ეტაპებია. ამჯერად ძალების გამოცდა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მუსიკალური სასწავლებლების გუნდებსა და სოლო შემსრულებლებს მოუწია. მათგან საუკეთესოებს მარნეულში დასკვნით ტურში მოусმენენ. ორგანიზატორები გვიყვებიან, რომ მარნეულში ქართული სიმღერის ფესტივალს 9 წლიანი ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში მონაწილეთა რაოდენობის ზრდას გეოგრაფიული არეალის გაფართოება დაემატა. შესაბამისად, კონკურსი შესარჩევი ტურების სახით რეგიონებში გავიდა. მთელი 3 თვის განმავლობაში, ვიდრე უკვე მარნეულში გაიმართება ძირითადი დასკვნითი საკონკურსო ტური, ჩვენ დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით. ვისმენთ შესანიშნავ ბავშვებს, ხდება წინასწარი მოსმენა, შერჩევა და მასტერკლასები და შემდეგ უკვე რეგიონული საკონკურსო ტურები. დღეს ზესტაფონი მასპინძლობს სწორედ იმერეთის რეგიონის საკონკურსო ტურს. ასეთივე ტურები გაიმართება სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, ქვემო ქართლში და ასე შემდეგ. მოკლედ ყველა იმ რეგიონში, რომელიც ჩართულია ამ ფესტივალში. ქართული სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე კონკურს ფესტივალის მონაწილეებს ცნობილი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ჟიური აფასებდა. ეს არის საქართველოში დაბადებული ბავშვის გენეტიკური კოდი, ხომ? ამიტომ ამ კოდს ჭირდება პროვოცირება, ჭირდება მიწოდება და შემდეგ ბავშვი თავად პოულობს თავის ადგილს ქართულ სიმღერაში, ქართულ სიმღერასთან მიმართებაში. ამიტომ ყველა ასეთ კონკურსს, სადაც პოპულარიზაციას უწევენ კონკურსის ორგანიზატორები, პედაგოგები, მათთან ერთად მშობლები, ჩვენს ამ არაჩვეულებრივ ტრადიციულ ქართულ სიმღერას მე დღესდღეობით ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე რაიმე დაუშვათ აპრობირებული და ცნობილი ფორმატი, რომლითაც დღეს სავსეა სატელევიზიო სივრცე. იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი და ყველაზე დიდი განძი, რაც გვაქვს. ჩვენი გენეტიკური ნიშანი არის მხოლოდ სიმღერა. სხვა ყველაფერში სხვადასხვა ერების წარმომადგენლები ჩვენ ბევრად გვჯობია. ამიტომ მოდით რაც ჩვენია იმას გავუფრთხილდეთ, ვასწავლოთ ბავშვებს. მონაწილეები, პედაგოგები და სრულიად მუსიკალური საზოგადოება თვლის, რომ ქართული სიმღერის რეპერტუარის პოპულარიზაცია, მისი გადახალისების პროცესი და აუდიტორიისთვის მიწოდება ეროვნული სიმდიდრის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისკენ გადადგმული საგულისხმო ნაბიჯია. მიხარია, რომ ამოარჩიეს, რომ იმერეთის ცენტრი ყოფილიყო ზესტაფონი. ეს კონკურსი მნიშვნელოვანია ძალიან და ხელს უწყობს მოზარდი თაობის სიყვარულს ქართული სიმღერის მიმართ. ისე მომრავლდა ეს ინგლისური და უცხოენოვანი სიმღერები, რომ ჩვენ კარგავთ იმას, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ამიტომ არის ღირებული სწორედ ეს კონკურსი, რომელიც ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა. რამდენიმე რაიონი მონაწილეობს დღევანდელ კონკურსში და შედეგები ალბათ ვნახოთ როგორ იქნება, მაგრამ გვყავს ძალიან პრესტიჟული ჟიური, ქალბატონი მაია დათუნაშვილი, ბატონი არახამიაშიო და ქალბატონი მაია ჯამალაშვილი და ესენი ისეთი ავტორიტეტები არიან ქართულ სიმღერაში, რომ მე მიხარია, რომ მათი შესაძლებელი გახდა ბავშვები. სამშობლოს სიყვარულის გაღვივებაში მე ძალიან დიდ უპირატესობას და ვანიჭებ ზოგადად პატრიოტულ სიმღერებს, პატრიოტულ რეპერტუარს და ეს ფესტივალები კიდე მეტ გამოცდილებას მატებს, მეტ ენთუზიაზმს მატებს ბავშვებში და რა ვიცი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ჩემი აზრით მაქსიმალურად გავაკეთეთ. წარმატებას უსვევებ ახლა გამომცემ ბავშვებს. ჩვენი დამოკიდებულება რაც შეეხება ქართულ სიმღერებთან, ძალიან გვიყვარს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მეტი ქართული სიმღერებს მივაქციოთ ყურადღება და დაუთმოთ და ჩვენ თანატოლებშიც ვცდილობთ, რომ გავაღვივოთ ქართული სიმღერისადმი სიყვარული და წარმატებებს ვისურვებთ. ძალიან მიყვარს მე ქართული ხალხური და ჩვეულებრივ ქართული სიმღერები და ასეთი კონკურს ფესტივალები ძალიან კარგი არის ჩვენი განვითარებისთვის. რამდენიმე კვირიანი მოსმენების შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებიდან და სოლო შემსრულებლებიდან გამორჩეულები დასკვნით კონკურსზე კიდევ ერთ გამოცდას ჩააბარებენ და სხვადასხვა ნომინაციებს დაისაკუთრებენ.